ძვირფასო ადამიანებო, აი ხედავთ აქ რა ხდება, ვალაგებდით ან და ვიდეო არ ჩაიწერა. ესე იგი, შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ მომავალი ერთი თვის ტაროს პროგნოზი 34 წუთიანი ვიდეო გადავიღე, რომელიც არ შეინახა, არა და მართლა ვერ წარმომედგინა, რომ ადგილი არ იყო, თურმე წაშლილები მქონია და ნაგვის ურნაში იყო წასაშლელი. ძალიან ბევრი ფაილები და მე რადგან იქ წაშლილი იყო, აღარ მეგონა და მოკლედ არ შეინახა ვიდეო. ესე იგი, სიგნიფიკაცია არის ადამიანისთვის, რომელიც იყო, შევეცდები, რომ გასაგებად მოგიყვეთ, იმის იქით კიდე ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია ვისაუბრე და არ ვიცი, აი რაღაც საოცარი ვიდეო ჩავწერე 34 წუთიანი, წარმოიდგინეთ. და არ შეინახა ამას ახლიდან, რა თქმა უნდა, ენერგორესურსი არ მეყოფა, რომ კიდევ ხელახლა გავაკეთო, იმიტომ რომ მეორე არხსაც კიდევ მაქვს ნახეთ, აი დასტები გამზადებული მაქვს, რომ იგივე პროგნოზი უნდა გავაკეთო მომავალი ერთი კვირის. ესე იგი, სიგნიფიკაცია იყო ასეთი, რომ თქვენ ურთიერთობაში, რომელშიც იყო იდუმალი ქალის პოზიცია, იყავით ძალიან ცხვარის მდგომარეობაში, როგორც ასეთი და იყავით ძალიან დამყოლი. ეხლა არის სიჩუმე, მაგრამ აი როგორი რაღაცა იცით, თითქოს ამ სიყვარულმა თქვენში შეცვალა პიროვნული მხარე, ეს სიყვარული და ეს სისუსტე, რომელიც იყო თქვენში, გახდა თქვენი აი სიძლიერე, სადაც ტრანსფორმაცია ფაქტიურად მოხდა ადამიანის ძალასთან დაკავშირებით, სიძლიერესთან დაკავშირებით. ოღონდ ეხლა რო გითხრათ, აქ 100%-ით შეცვლილი ხართ, არა. აქ უბრალოდ აი 50-50-ზე დაახლოებით ესეთი ადამიანის სიგნიფიკაცია ამ სიტუაციაში, რომელიც ამ სიყვარულმა როგორ თქვა, შეცვალა დადებითი პუნქტით, დადებითი მიმართულებით. უფრო დაკვირვებული, უფრო ფრთხილი, უფრო ძლიერი და გამძლე გახდით თითქოს ამ ყველაფრის ფონზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოდის გააზრების დონეზე და ისე ვერავინ ვერ ხდება. აქ ეხლა ნამდვილად ბუღმით და იმით არავინ არ ხართ ისეთი, ვინც მიყურებთ, რომ რამე ისეთი ცუდი გქონდეთ ჩაფიქრებული, არა, უბრალოდ ისწავლეთ დუმილი, ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი, შეფასება, დაფასება და არა ის, როგორც კი დაგიძახებდათ, რომ მაშინვე გავარდებოდით, მაშინვე შეურიგდებოდით და ასე შემდეგ. ეს არის წინა ცხოვრებიდან მოყოლებული ურთიერთობა, სადაც თქვენი სულები იყვნენ კონტრაქტულად შეთანხმებულები, რომ ესე უნდა ყოფილიყო, როგორც რასაც ვსაუბრობთ და გაქვთ მონატრებაც და თქვენ ამას რაღაც დონეზე გრძნობთ, იცით. მომავალი ერთი თვის განმავლობაში თქვენი წამყვანი ენერგეტიკული ფონი იქნება ისეთი, რომ რაღაცა ძველს ტოვებთ საბოლოოდ და გამოდიხართ საიდანაც თითქოს წარმოსული ხართ, მაგრამ წინ გზას ვერ ხედავდით და მაინც იმ წარსულით ცხოვრობდით და მაინც უკან იყურებოდით, თან მიდიოდით, მაგრამ ბოლომდე არ იყავით გასული. ამასთან დაკავშირებით რადიკალურ, რაციონალურ მტკიცე გადაწყვეტილებას იღებთ გაცნობიერების დონეზე და ასრულებთ, გამოდიხართ ამ სიტუაციიდან და გარეთ იშლება ძალიან ბედნიერი, ლამაზი პეიზაჟები სხვათა შორის. რჩევა იყო აქ დადებული, მოგთხოვათ დასტან და რჩევა იყო ის, რომ სამყარო, რასაც მოგცემს სიახლეს, რასაც არ ელოდები, მიიღე, ეს არის შენი შანსი ახალი მომავლის და ახალი გზის, სადაც შენ უნდა გაიზარდო და განვითარდე უშუალოდ მიწიერ დონეზე. აქ იყო ჯამრთელობის არკანების აღწერა, სადაც ადამიანი იყო მართლა ძალიან ცუდად ფიზიკურ დონეზე და შეიძლება მართლა ბევრ ექიმთანაც იყავით ნამყოფი და რაღაცის იმედი მოგცეს და თქვენ უბრალოდ არ იცოდით ეს გაამართლებდა თუ არ გაამართლებდა. ეკლესიაში ლოცულობდით, ან შეიძლება მამაოსთან რაღაცა, შეიძლება იცი ვისთან იყავით, ექიმბაშები რო არიან, მაგასაც იძახიან, რაღაცა დაგარიგათ რაღაცა, მაგრამ აი ბოლომდე მაინც იმედი არ გქონდათ რა, თითქოს რომ რაღაცა იქნებოდა, განახლდებოდა. მაგრამ აქ როგორი რაღაცა არის, მომავალი ერთი თვის განმავლობაში ამ ყველაფერს არ აჩვენებდით არავის, უბრალოდ ცდილობდით, რომ ძლიერად მოგეჩვენებინათ, უშიშრად თავი არ მეშინია, მაგრამ ისეთი დაკარგული იყავით, ისე გეშინოდათ, აზიარ იყავით, რა იქნებოდა. აქ გამოდიხართ, უდიდეს ძალას შეიძენთ, თითქოს აი მე მიხვალთ და არ ვიცი ვიღაცას, ან ექიმს, ან ვიღაცას, არ ვიცი ვისთანაც ისა, მადლობას გადავხდით, იმიტომ რომ თქვენ გამოჯამრთელდებით, ახლიდან იბადებით, უდიდეს ძალას იგრძნობით.
გაგრძნობთ და ენერგიას ძვირფასო ადამიანებო სრულიად გამოდიხართ ამ სიტუაციიდან და ეს იქნება ძალიან დიდხანს სხვათა შორის ამ ფიზიკურ დონეზე, რაღაცაი ძალიან ძიმე სიტუაცია აუცილებელი გამოჯანმრთელება გელოდებათ. რჩევის სახით აქაც დამადებინეს იყო ის, რომ მიიღეთ აბსოლუტურად დანიშნულება, არ შეგეშინდეთ, არ გაჩერდეთ და არ იფიქროთ, რომ მაინც აზრი არ აქვს, ხელი არ ჩაიქნიოთ, თქვენ აუცილებლად მოხდება ამ დაავადების დამარცხება, განკურნება და მოგეცემა ახალი შანსი და შეივსების სრულიად ენერგორესურსით. ფინანსებზეც უდარდობა არ ინერვიულ აქ მოგეცემა, რაც გჭირდება, ესეც არის ინფორმაციაში. ეხლა რაც ესეც ამიჩეხია უკვე. ეხლა რაც შეეხება სამსახურის საკითხს, სამსახურის საკითხში რაღაცა განახლება გელოდებათ, რომელი სიტუაციაც მოითხოვს თქვენგან მოქმედებას და ასე ვთქვათ, თქვენი მხრიდან უშუალოდ ქმედებას შეიძლება შეეწინააღმდეგოთ, შეიძლება რაღაც იყოს თქვენი მხრიდან შეწინააღმდეგება ამ სიახლის, მაგრამ ეს იცოდეთ, რომ უდიდესი ფინანსების მომტანი სიტუაცია კარიერულ მემართულებაში, ან დაწინაურება ელოდება ვიღაცას, ან რაღაცის ამაღლება რა, ყველას თავისი გაქვთ მიიღეთ, ყველას თავისი. ყოველ შემთხვევაში კარიერა სამსახურთან დაკავშირებით არ შეეწინააღმდეგოთ იმ სიტუაციას, რაც ახლად მოვა თქვენს ცხოვრებაში, უბრალოდ იმოქმედეთ, რადგან ეს იქნება შანსი თქვენთვის სამყაროსგან. ფინანსებთან დაკავშირებით იყო ესეთი სიტუაცია, სადღაცა დისბალანსს აკეთებდით, ვიღაცას მეტად ეხმარებოდით, ვიღაცას ნაკლებს, ეს შეიძლება იყოს ოჯახური თანაცხოვრებაში, ან ოჯახის წევრებში, არ ვიცი ვისთან და შეიძლება შვილებშიც და ვიღაცას რაღაცას აძლევდით, ვიღაცას იმ რაღაცასაც და კიდე ზედმეტადაც დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ აქ რას გეუბნებოდენ, იცი, ფინანსებთან დაკავშირებით იყო ისეთი სიტუაცია, რომ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდით ამას, განა არ უნდა დაეხმაროთ და არ უნდა მიცეთ, უნდა მიცეთ, მაგრამ ამ ადამიანს, ვისაც ეხმარებოდით, უნდა დაუხატოთ თქვენ სურათი თუ რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა იმოქმედოს და დანარჩენად ქმედითი ფორმით თქვენ არ უნდა დაეხმაროთ, იმიტომ რომ ამას უნდა განვითარდეს მისი სულის გზა, კარმული მიმართულება თქვენ უშლიდით, თქვენი ქმედებით, ეგრეთ წოდებული სიკეთე დამღუპელიას თემაში დახმარებითი ფორმით, თქვენ ამის კარმას აფერხებდით. ამიტომ შეიძლება შეჩერება მოხდა თქვენთან ფინანსებში და ზუსტად აი ამის გაცნობიერების საფუძველზე მოდის ახალი შანსები, ახალი კლიენტები, ვისაც კლიენტებთან გაქვთ სიტუაცია, ურთიერთობა, არჩევანი იქნება თქვენზე გაკეთებული და თქვენი ცოდნისგან, გაცემისგან იმას იზავთ, რა ქვია, მიიღებთ ამ ფინანსებს, არჩევას თქვენზე გაკეთებენ და გამოჩნდება ახალი შემოსავლების გზები და წყაროები. სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებით ვიღაცა გამოდის მარტოობიდან, რომელშიც დიდი ხნის განმავლობაში იყო და იყო რაღაცა გაყინული სიტუაცია და გადიოდით რაღაცა თქვენი სიბრძნის პროცესებს, გამოდიხართ მარტოობიდან და ასე ვთქვათ, გადადიხართ მზის არკანში, ასევე ახალ ურთიერთობაში გადიხართ, ჩემო ძვირფასებო, ახალი ურთიერთობა შემოდის თქვენს ცხოვრებაში და აი ეს შემიძლია სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებით გითხრათ. აი ესეთი ინფორმაცია იყო, რაც ესე მოკლედ შევძელი რომ მომეწოდებინა თქვენთვის, თუმცა 34 წუთიანი დეტალური ვიდეო იყო თქვენთვის გაკეთებული. ეს ორი არკანი გამომივარდა. ძალიან დიდ პრობლემას გადაახტებით სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაშიც იყავით გამოკეტილი, რაღაცას ის იყო, რაღაცას მიშტერებოდით, აი რაღაცის იმედი გქონდათ, მაგრამ რაღაცა გამოანათებს, რაც მოგცემთ ამ გამოკეტილ სიტუაციაში თქვენ мотивაციას, რომ გამოხვიდეთ იმ რაღაცა იმიდან, სივრციდან, რაშიც იყავით გამოკეტილი ეს ორი ადამიანი. მე კი გისურვებთ სიხარულს, სიყვარულს და მზეს თქვენს ცხოვრებაში, რა ვქნა, ძალიან გულით მინდოდა ეს დიდი გაშლა თქვენთვის წარმედგინა დიდი სიყვარულით, თუმცა აი ესეთი ფორმატით მოხდა ის, რაც მოხდა. არ ვიცი, შეიძლება იყო რამე სიტყვა ისეთი გაჟღერებული, მე რომ ნაკადში ვარ, ხომ იცით, რომ ვსაუბრობთ მოსულ ინფორმაციას, რამოდენიმეჯერ გამაჩერეს კიდევაც, სხვათა შორის მანდ იყო საუბარი ეზოთერიულ საკითხებზე და დიდი ალბათობით ნაკადიდან რაღაც სიტუაციაში გამომაგდეს, გამაჩერეს და დიდი ალბათობით რაღაცა
ფრაზები არ უნდა გაშკარებულიყო ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის ყოველ შემთხვევაში. ძვირფასო ადამიანებო, არხის წევრებო, ახალო ადამიანებო, ვინც გაჩერდით ამ დრომდე, მინდა რომ გისურვოთ ძალიან დიდი ბედნიერება პირველ რიგში ქალურ ასპექტში, იმიტომ რომ ძირითადად ქალებისთვის ვაკეთებ გაშლებს და ეს გაშლაც იყო რა თქმა უნდა ქალბატონებისთვის, მამაკაცებისთვის ცალკე ვაკეთებ ხოლმე გაშლებს და რა თქმა უნდა გისურვოთ თქვენი სულის ევოლუციის გზაზე უდიდესი წარმატება და წინსვლა. გისურვოთ თქვენი სულის ზრდის პროცესში სიმსუბუქე, რათა ადვილად გაიაროთ თქვენი ინდივიდუალური სულის გზა და გისურვოთ ბედნიერი და წარმატებული დღე. ასევე, თუ იყო თქვენი ვიდეო, მოიწონეთ, რათა მივხვდე, რომ თქვენ გჭირდებოდათ ეს ინფორმაცია შენი სულიერი სივრცის არხიდან გამოტარებული. გემშვიდობებით, შევხვდებით მალე.